ტელეფონის სკროლვისას ხშირად გადავაწყდებით ხოლმე ისეთ სტატიებს, როგორიც არის, რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს. ან ის, რომ სირაქლემა მიწაში რგავს თავს შიშის გამო. ანდაც ის, რომ დედამიწა ბრტყელია. რეალურად ასეთი სტატიები ეჭვიშხეში უნდა დავაყენოთ ხოლმე, ან საერთოდ უნდა დავაიგნოროთ, მაგრამ საიდან ვიცით, რომ დედამიწა მართლა ბრტყელი არ არის და მრგვალია. ან იქნება ოთხკუთხედი, ან სამკუთხედი. ახლა ვკითხულობდი კარლ სეიგანის კოსმოსს და გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია. და ვიფიქრე, რომ თუ YouTube-ის შექმნა მინდოდა, კარგი დრო იყო. ერთ ჩვენიერ დღეს ერთმა კაი ტიპმა ერატოსთენემ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ჯდომის დროს პაპიროსი ამოიკითხა, რომ 21 ივნისს შუადღეს ქალაქ სიენასთან ვერტიკალურად აღმართულ ბოძებს ჩრდილი არ ჰქონდათ. ვინმე სხვა ალბათ ყურადღებას არ მიაქცევდა, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ წვრილებას რაიმე არსებითი მნიშვნელობაო იფიქრებდა, მაგრამ ერატოსთენე მეცნიერი იყო და ზუსტად ამ წვრილმაზე დაკვირვებით შეცვალა მსოფლიო. 21 ივნისს ალექსანდრიაში სცენარი გაიმეორა, ჩაატარა ექსპერიმენტი და ნახა, რომ ბოძებს ჩრდილები ჰქონდათ. გამოვიდა, რომ ერთი და იგივე მომენტში სიენაში ბოძს არ ჰქონდა ჩრდილი, ალექსანდრიაში კი ჰქონდა. თუ წარმოვიდგენთ, რომ დედამიწა ბრტყელია, ზუსტად ამ ჯოხების თავზე იქნებოდა მზე გაჩერებული ორივე ქალაქში და ლოგიკური იქნებოდა, რომ არც ერთგან არ ჰქონოდა ჩრდილი, რადგან ერთი და იგივე კუთხით დაეცემოდა სინათლე. ერთადერთი ლოგიკური პასუხი ერატოსთენესთვის იყო, რომ დედამიწა მომრგვალებულია. შესაბამისად, რაც მეტია სიმრგვალე, მეტი იქნებოდა ჩრდილების შორის სხვაობა. დაუბრუნდეთ აწმყოში 21 საუკუნეში. გვაქვს ტელესკოპები, რომლებიც ძალიან შორი მანძილიდან გვაძლევენ გამოსახულებას. გვყავს ხელოვნური თანამგზავრები, რომლებიც ვიდეო ფოტო მასალას გვაძლევენ ზემოდან. ასევე რაკეტებს უშვებთ კოსმოსში და ბოლოს GPS-ი ყველას აქვს მანქანაში თითქმის, რომლებიც ასევე ხელოვნური თანამგზავრების დამსახურებაა. მაგრამ მილიონობით ადამიანს დედამიწის გარშემო ჯერ კიდევ ჯერა რომ გვატყუებენ. NASA, მეცნიერები, სახელმწიფო, მეზობლები ჯერათ რომ დედამიწა ბრტყელია. როგორც ძველ ლეგენდებში, გარშემო ყინულის კედელი, ზემოდან გუმბათი და ასე შემდეგ. მოდი გავიგოთ, რამ ჩამოუყალიბება მსგავსი შეხედულებები ამ ხალხს, რა არგუმენტებით ამყარებენ თავიანთ პოზიციას და საერთოდ როგორ ურთიერთობენ დანარჩენ სამყაროსთან მსგავსი განსხვავებული მსოფლმხედველობით. დედამიწა ბრტყელი დისკია. მის ცენტრში ჩრდილოეთ პოლუსია, გარშემო კი ანტარქტიკა გერბის სახით. მთვარე და მზე პატარა მნათობები არიან და ზედაპირის გარშემო მოძრაობა. ასევე მეცნიერები გვეძლებენ დავუჯეროთ ისეთ აბსურდული რაღაცები, როგორიც არის გრავიტაცია. გრავიტაცია არ არსებობს. მის არსებობა არავის დაუდასტურებია. ეს უბრალოდ თეორია. თუ მას ხელს გაუშვებ ის ისვარდება, ხოლო თუ ფუშს გაუშვებ ხელს ის მაღლა მიფრინავს. მეცნიერები გვეჯერებიან, რომ ეს გრავიტაცია, მაგრამ რეალურად ყველაფერი ობიექტის სიმკვრივეზეა დამოკიდებული. თუ ობიექტი გარემოწრეს თან შედარებით მკვრივია, ის დაბლავარდება. თუ ნაკლებად მკვრივია, მაღლა მით. არანაირი მისტიური ძალა არ არის. თუ გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ ოკეანეებს აკავებს დედამიწაზე, რატომ ვერ გრძნობთ მას, ან რატომ ვერ გრძნობთ ვერაფერს? მით უმეტეს თუ დედამიწა კოსმოსში 100,000 კილომეტრი/საათით მოძრაობს. ხო, ნიუტონმა ნამდვილად აღმოაჩინა გრავიტაცია, მაგრამ მას ხომ არ დაუმტკიცება ეს ლაბორატორიის პირობებში. მაშინ რატომ გვარწმუნებენ, რომ გრავიტაცია ჩვენზე ზემოქმედებს, თუ ის არავის დაუმტკიცებია, თუ ეს რეალურად ასეა? სინამდვილეში მე-18-19 საუკუნეში ცხოვრობდა მეცნიერი სახელად ჰაინრიხ კევენდიში. ძალიან უცნაური ტიპი იყო, 50 წლით ადრე მოდიდან გასულთან სტმელს იცვამდა, ხალხმა მრავალი გარემოს ეშინოდა, განსაკუთრებით ქალების. სახლში დამატებითი კიბეც კი ქონდა, რომ შემთხვევით მოახლის არ გადაყროდა. მაგრამ ძალიან კარგი მეცნიერი იყო. ხო და ამ ტიპმა აწყო ეგრეთ წოდებული გრეხვითი სასწორი, ღერძი იყო, სადაც საპირისპირო მხარეებზე ჩამოკიდებული იყო პატარა ტყუის ბურთები, მათთან ახლოს მოათავსა დიდი ტყუის ბურთები და პატარა ბურთებმა დაიწყეს დიდი ტყუის ბურთების მიმართულებით მოძრაობა, შესაბამისად ღერძმა დაიწყო ბრუნვა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად დატრიალდა ღერძი, შეძლო და გამოთვალა ბურთებს შორის გრავიტაციას, რომ იმის ხმა, რომ გრავიტაცია არავის დაუმტკიცებიან, არავის გაუზომია, ტყუილია. კარგი, დაუშვათ გრავიტაცია მართლა არსებობს და ჰენრიხ კევენდიშმა თუ ვიღაცამ მართლა გაზომა და დაამტკიცა, რომ არსებობს. მაშინ იმაზე რას იტყვით, რომ ჰორიზონტს მიღმა არაფერი არ ქრება. თუ საკმარისად ძლიერი შორსხედვის მოწყობილობით გავიხედოთ ჰორიზონტს იქით, შევძლებთ, რომ ნებისმიერი რაღაცა დავინახოთ. დედამიწა რომ მრგვალი იყოს, მსგავს რაღაც შეუძლებელი იქნებოდა. აი მაგალითად, ეს ქალაქი ჩიკაგოა. ფოტოსურათი გადაღებულია ბალდის მთიდან. ქალაქსა და კამერას შორის დაახლოებით 60 კილომეტრია დისტანცია. ასეთი დისტანციიდან ქალაქი არ უნდა ჩანდეს, თუ დედამიწა რეალურად მრგვალია. ქალაქი ჰორიზონტს ქვემოთ უნდა იყოს, მაგრამ შენობები ხომ მაინც ჩანს. რეალურად ყველაფერი გაცილებით მარტივად არის. ეს ეფექტი არის გამოწვეული მირაჟისგან. მირაჟი ორი ტიპის არსებობს, ზემო და ქვემო. ქვემო მირაჟი წარმოიქმნება, როცა ჰაერის ცივი და მკვრივი ჰაერი არის ზემოდან მოქცეული უფრო ცხელ და ნაკლებად მკვრივ ჰაერზე. მაგალითად, როცა ზაფხულის ცხელ დღეებში მზე ახურებს ასფალტს, ეს ასფალტი ათბობს ქვემოთ არსებულ ჰაერს და მზის სინათლე, მზის ცხივი ეუნება ზემოთ. ხოლო როდესაც ჰაერის თბილი ფენა არის ხედვის ზოლზე უფრო მაღლა და მის ქვემოთ ცივი ჰაერია, მაშინ წარმოიქმნება ზემო მირაჟი. შუქი ქვემოთ ეუნება უფრო მყარი ჰაერისკენ. ეს გვაძლევს იმ ეფექტს, რომ აისბერგებს, გემებს, ან თუნდაც ჩიკაგოს იმაზე უფრო მაღლა აღვიქვამთ რეალურად ვიდრე არიან ისინი. ეს იქიდან არის
გამოწვეული, რომ ჩვენი თვალი ელოდება, რომ სწორ ხაზზე უნდა დაინახოს ობიექტი, თუმცა სინათლის გაღუნვის გამო ობიექტები უფრო მაღლა ჩანან, ვიდრე რეალურად არიან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იმ გემების შესახებაც, რომლებზეც ბრტყელი დედამიწის მომხრეები ამბობენ, რომ არ უჩინარდება, რაც არ უნდა შორს წავიდეს და შესაბამისი აპარატურით შევძლებთ მათ გადაღებას, რაც ასევე ტყუილია, ასევე ზემო მირაჟის მიერ არის გამოწვეული ეს ეფექტიც. შეგვიძლია ჩვეულებრივად ჩავატაროთ ექსპერიმენტი ჩვენი ტელეფონით გადავუღოთ მიმავალ გემს და რომ მიუზუმავთ და ვინახავთ, რომ გემი იწყებს ქვემოდან ზევით ნელ-ნელა გაუჩინარებას. ეს ეფექტიც იქიდან არის გამომდინარე, რომ დედამიწა არის მრგვალი. რახან გემების თემა შევეხეთ, მოდი თვითმფრინავების თემასაც შევეხები, კონკრეტულად თვითმფრინავების მარშრუტის თემას, განსაკუთრებით დაკვირვებულმა ხალხმა და ამ განსაკუთრებულ დაკვირვებულ ხალხში გულისხმობ ძირითადად ბრტყელი დედამიწის მომხრეებს, აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავები A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად იყენებენ საკმაოდ უცნაურ მარშრუტს. საუბარია მსგავსი ტიპის მარშრუტებზე და ეს ხალხი თვლის, რომ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება მსგავსი გზის შერჩევა თვითმფრინავისთვის, თუ რა თქმა უნდა დედამიწა ბრტყელი არ არის. ზოგჯერ ამ ადამიანების დაკვირვება მართლა ძალიან საინტერესოა ხოლმე და საინტერესო კუთხით უდგებიან ხოლმე სხვა საკითხს. და ხვდები, რომ უბრალოდ რაღაც ინფორმაცია არ გადაუმოწმებიათ, ან უბრალოდ არ დააინტერესათ ამ ინფორმაციის გადამოწმება და თავისი კუთხით უყურებენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ დაკვირვება ზედმეტად პრიმიტიულია, იმიტომ რომ თვითონაც რომ დაფიქრებულიყვნენ, მარტივად მიხვდებოდნენ მიზეზს. დედამიწა სანგანზომილებიანი სფეროა, შესაბამისად ეკვატორთან უფრო მსხვილია მისი ფორმა, ვიდრე სამხრეთთან ჩრდილოეთ ნაწილებში. შესაბამისად რუკაზე თუ შევხედავთ, ერთ შეხედვით მოგვეჩვენება, რომ გზას საკმაოდ იმრუდებს თვითმფრინავი, თუმცა თუ შევხედავთ გლობუსზე, მივხვდებით, რომ რეალურად გზას საკმაოდ იმოკლებს. მოდით ზიანად თვითმფრინავებიდან კიდევ უფრო მაღლა გადავიდეთ და ვისაუბროთ სატელიტებზე. კონკრეტულად სატელიტებიდან გადაღებულ სურათებზე, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ. როგორც გვახსენე ამ ვიდეოში, სატელიტებიდან გადაღებული სურათების და ინფორმაციის დამსახურება არის, რომ საერთოდ GPS სისტემა გვაქვს. თუმცა რა თქმა უნდა, ზედმეტად გამჭრიახი ხალხი მიუხვდა NASA-ს, რომ ეს სურათები რეალურად ფოტოშოპია და ზოგადად ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მათგან მოდის, ფეიქია და ზოგადადაც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ფაქტების ფალსიფიკაცია მოახდინონ. კოსმოსიდან გადაღებული სურათების ერთ-ერთი უთანხმოების წერტილი არის კონსპიროლოგებისთვის, რომელიც იქიდან დაიწყო, რომ როცა აპოლო 17-მა გადაიღო დედამიწის სურათები, რომლებიც ცნობილია ასევე როგორც ლურჯი მარმარილო, ეს სურათები გადაიღეს დაახლოებით 30000 კილომეტრის დაშორებიდან. ზოგადად მანამდეც იყო გადაღებული დედამიწის სურათები კოსმოსიდან, აპოლოს ძველი მისიებიდან, თუმცა აპოლო 17 იყო პირველი, რომელმაც მოახერხა მთლიანი დედამიწის დაფიქსირება. ამის შემდეგ კიდევ უამრავი სურათი გამოაქვეყნა NASA-მ და ამ სურათებს შორის საკმაოდ თვალსაჩინო არის სხვაობა, ოღონდ მარტო ფერებში კი არა, მთლიან პროპორციებშიც. და შესაბამისად სუბუქად რო თქვა, დიდი ეჭვები გამოიწვია ბევრ ადამიანში ამ ფაქტმა. მაგალითად, თუ შევადარებთ 2000 წელს გადაღებულ სურათებს 2012 წელს გადაღებულ სურათებთან, დავინახოთ, რომ თვითონ დედამიწის ზომა ერთი და იგივეა, მაგრამ ტერიტორიულ მასშტაბებში ძალიან კაფეო არის სხვაობა. რეალურად ეს პერსპექტივების შორის განსხვავებაა უბრალოდ, რომელიც გამოწვეულია დისტანციიდან. 2000 წელს გადაღებული სურათები არის გადაღებული სხვა სატელიტებიდან, რომელიც 35000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ხოლო 2012 წელს გადაღებული სურათები არის გადაღებული 800 კილომეტრი დისტანციიდან. შეგვიძლია მარტივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ სახლის პირობებში. მაგალითად, თუ გვაქვს 30 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე გლობუსი, ოთახის მასშტაბებში 35000 კილომეტრი 82.4 სანტიმეტრი იქნება, ხოლო 800 კილომეტრი 1.88 სანტიმეტრი. ვისაც გაინტერესებთ, აი ეს არის გამოსათვლელი ფორმულა. შემდეგ კი ორივე დისტანციიდან გადავუღებთ გლობუს სურათს და შევადარებთ. ხო, საბოლოო ჯამში, როცა ადამიანს რაღაცა დააინტერესებს, რაღაცა უცნაურად მოეჩვენება, შევა ინტერნეტში რომ გადაამოწმოს ინფორმაცია და საბოლოო ჯამში იმის მაგერად რომ სწორ ინფორმაციას მიაგნოს, საჭირო ინფორმაციას მიაგნოს, გადაწყდება უამრავ ნაგავს, რის შედეგად შეიძლება მცდარი წარმოდგენები ჩამოუყალიბდეს სამყაროსთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები ჯიუტდებიან, იმეორებენ თავიანთ არგუმენტებს და არ უსმენენ სხვას. ამიტომ მოვიცადოთ, რომ სხვა პერსპექტივებიდან შევხედოთ საკითხს, მოვიძიოთ ინფორმაცია, რაც მთავარია, არ ვენდოთ არავის ბრმად. მათ შორის არც მე. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარებში თუ რა თემასთან დაკავშირებით იხილავდით კიდევ ვიდეოს და მომავალ შეხვედრამდე.